მოგესალმებათ, ვანოს შოუ, მთავარი იუმორისტული შოუ, მთავარ არხზე ძვირფასო ტელემაყურებლებო, მინდა დავიწყო მთავარი თემით და მინდა გითხრათ, რომ პირველად ვიწყებ ჩემს მონოლოგს +18 თემით. დიახ, მინდა ახლა ეკრანზე რომ ამონათდეს ეს +18 ნიშანი, იმიტომ რომ ამერიკელი კონგრესმენების და სენატორების განცხადებებს უნდა შევეხო და მე მარეგულირებელმა რო არ დამაჯარიმოს და ჩარი რო არ მომდოსო ეთერში უხარცი სიტყვების გამოყენებისთვის, იმიტომ ისეთი ამბები იყო ამ კვირაში. მოკლედ, გიჟებს გვანან ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები და უკვე ღია და კატეგორიულად მოითხოვენ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, რომელშიც ერთადერთი მთავარი პუნქტი იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მთავრობა აშკარად არ აპირებს ამ პირობის შესრულებას, მოკლედ ქართულმა ოცნებამ მთელი ევროპა და ამერიკა გადააგდო ძვირფასო მეგობრებო. ფაქტიურად ოცნებას ყველა გადაგდებული ყავს რუსეთის გარდა. და რუსეთს ვერ გადააგდებენ, იმიტომ რომ ახლა ფიზიკურად შეუძლებელია თავის გადააგდება. თავის როგორ უნდა გადააგდო? შენ თავს ხوار გადააგდებ. მიხდით რას ვამბობ? ოცნება ვერ ხდება რომ ცეცხლს ეთამაშება, ან იქნებ სულაც ამ წერილების თარგმანი უჭირთ, იმიტომ ეგენი ხო ინგლისურად ვერ ლაპარაკობენ, ვერ მეგობრობენ ზოგადად ინგლისურთან. კარგით, მე გითარგმნით თქვენთვის გასაგებ ენაზე, რა თქვა ამერიკამ, ანუ რა მოგწერა, რაზე გველაპარაკებ. აი ვითომ ქართულ საიტებზე ფილმებს უყურებთ რა, წარმოიდგინეთ და აი ესე გადაგითარგმნით. Oh shit! ახლავე გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები ამის დედაც. ნუ თუ ეს ასეთი გაუგებარია, სასწრაფოდ შეასრულეთ ეს დამპალი შეთანხმება ამის დედაც. აი, დაახლოებით ასეთი განცხადებებს აკეთებენ მთავრობის მისამართით ამერიკელები. იქეთ თალაკვაძემ გააკეთა განცხადება, რომ პატიმრების გამოშვება საერთოდ არ ყოფილა იქ ლაპარაკი. ამაზე ელჩები გაუცებას ვერ მალავდნენ, რა გაგიკვირათ კაცო. ამ ელჩებს მე ვერ გავიგე. ჯერ კიდევ როდის იძახდა ის შორს მჭრეტელი კაცი. აი ამას, ნახოთ ეს ვიდეო. იძლევა მართლაც ევროპაც გავაოცო ისეთი დემოკრატია შექმნა საქართველოში. შეიძლება მართლაც ევროპა გავაოცო ისეთი დემოკრატია შექმნა საქართველოშიო. აჰა, 2012-ში იძახდა კაცი და მერვე წელს გააოცა მთელი ევროპა. მე გაოცებას არ დავარქე, მე უფრო მგონია რომ მთელი ევროპა გამოაოცა რაღაცნაირად, ასე მგონია, ესეთი რაღაცა ჩაიდინეს. თალაკვაძემ ასევე უპასუხა ელჩებს, რომ ჩვენო ვერ ჩავერთვებით თავისუფალი სასამართლოს გადაწყვეტილებაშიო ბოდიში, მაგრამ ჩვენ სასამართლოებს ვერ ვმართავთო. ბოდიში არჩილ, მაგრამ მიგიხვდნენ, მგონი, რომ სასამართლოს თქვენ მართავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირ სასამართლოს მიწერდნენ ამ ყველაფერს. უბრალოდ მიხვდნენ. სასამართლოს თუ მიეწერათ, მე სასამართლო თქვენთვის უნდა მოეწერა. თქვენ ბიძინას მიწერდით, მე ბიძინა ისევ თქვენ მოგწერდა, თქვენ კიდე ისევ სასამართლოს მიწერდით და ჭკვიანი ხალხია არჩილ, დროში მოიგეს უბრალოდ. ამიტომ ნუ იტყვით ხოლმე ესეთ რაღაცებს. კოლეგებს არ ჩამორჩა ირაკლი სესიაშვილი, მან განაცხადა, რომ ჩვენ ვერ მივიღებთ ისეთ სისტემას, სადაც შეიძლება ნაცკლასტერმა გაიმარჯვოს. ნაცკლასტერმაო რა, ნაცკლასტერ, აი როგორ ენაკვიმატიური მიგნება გააკეთა, მიხდი, ხედავს, აი როგორ სიტყვათა შეთანხმება, მაგრამ ნაცკლასტერი, ანუ ხას უსვამს თან ნაცებს და თან ვირუსს და თან უკავშირებს ერთმანეთთან. მოკლედ, აი რა დაცინვას უძლებენ ეს ნაცები, მე ვეღარ ხვდები რა, არ ვიცი რა, ამათ ხელში როგორ არიან საერთოდ რა, თავი არ გამოეყოფათ არსა. იმენა მაგარი აკენწლილი ყავს სესიაში რა, საღოლი, მაგარი ნაცკლასტერი გაიარა. ნაცკლასტერის გამარჯვება არ ვიცი, მაგრამ ქართული ოცნების რეიტინგი დღითიდღე პლატოვდება, ფაქტია, აშკარა. კონგრესმენების წერილზე გახარიამაც გააკეთა განცხადება, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, წერტილი, ესეთი იცის ხო დასასრული ხოლმე რა, ეს სიმკაცრეს უსვამს თავის ხაზს. პოლიტპატიმრები არ არსებობს, წერტილი, ანუ გაგვიმკაცრა რა. ასეთი მოკლე განცხადება იმიტომ გააკეთა, რომ არსალია უფრო მნიშვნელოვანი თემით არის დაკავებული, თან კომენდანტის საათს ძალაში ტოვებს და თან ტურიზმს ამუშავებს. მიხვდით? როგორ არ ვიცი, მაგრამ გეგმაში აქვს. მოდით ნახოთ ეს ვიდეო. საქართველო არის ღვინის სამშობლო, არის არგონავტების სამშობლო. ესე იგი ძალიან უცნაური რაღაც გამოვიდა, ხედავთ? გახარიამ საქართველო არგონავტების სამშობლოაო. ესე იგი რუსეთის ყოფილმა მოქალაქემ ბერძნებზე განაცხადა, რომ ქართველები არიანო. მართალია ბატონო გიორგი, არგონავტები იყვნენ ქართველები და საერთოდ ჰერაკლე ქუთაისელი იყო. ქუთაისში ვისაც არ უნდა კითხო, ყველა იცნობს საბიჭხელ ჰერაკლი ეჭუმბურიძეს.
ანუ ეს გახლავთ ახლა ძალიან დაბალი დონის იუმორი არ არის ეს. მივხვდით, ეს არის უკვე ერთი საფეხურით ზევით იუმორი. ყველანაირი კატეგორიის იუმორი გვაქვს ძვირფასო მეგობრებო, კლიენტის მიხედვით. კლიენტს რა სჭირდება გააჩნია, მივხვდით, თავარია უფასოა ყველა. სიჩქარეში დაავიწყდა ალბათ, თორე მარტო არ გონავდები, მარტო ის რა დღის 300-ის პარტელი ერთად რო ჩაიხოსა კრწანისის ბრძოლაში. მარტო ეგ რა დღის. მოდით გავცდეთ დედაქალაქს და ნახოთ რა ხდება რეგიონებში. კერძოდ ახმეტის რაიონის სოფელ კასრისწყალში, ოღონდ სანამ შემდეგ ძვირფასო მეგობრებო, სანამ შემდეგ ინფორმაციას გაგაცნობთ, მინდა რომ კარგად მოემზადოთ. ეს არ გეგონოთ ნაწყვეტი რომელიმე იუმორისტული გადაცემიდან ან რომელიმე კომედიური ფილმიდან. ეს არის საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტი. ქართული ოცნება ხომ გვანებიურებს საოცარი ამბებით, მაგალითად რაღაცა დაავიწყდა და ქუჩა თავიდან გადათხარეს, ხიდი შეეშალა და სხვა ხიდი ააფეთქეს. ყველა ესეთი ინფორმაცია არის პლატო ამასთან შედარებით. მე ეს მგონია პიკი ძვირფასო მეგობრებო, ეს ისეთი რაღაცა უნდა გაჩვენოთ ახლა, რომ აი არ ვიცი, ჩემს ყურებსაც ვერ დაუჯერე, მაგრამ საოცრებაა. მოდით ვნახოთ ეს პიკი. ახმეტის სოფელ კასრის წყალში რწმუნებული, რომელსაც ატესტატი არ ჰქონდა მეათე კლასში ჩარიცხეს. ლევან თორღვაიძე კასრის წყლის სოფლის რწმუნებულად რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. როცა საბუთების წარდგენა გახდა საჭირო, აღმოჩნდა, რომ ატესტატი არ ჰქონდა. ამიტომ სწავლის დასასრულებლად სოფლის საჯარო სკოლას მიმართა. ოფიციალური რეგისტრაციის შემდეგ ის მეათე კლასში ჩაირიცხა. მოგვიანებით უკვე სოფლის მაღალჩინოსანმა მოხელემ გამოცდები ექსტერნად ჩააბარა და ახლა მე-12 კლასშია. მე-12 კლასში არის ახლა. კარგია, რა ვთქვა, ესეთი არაფერი მინახავს. ძვირფასო ტელემაყურებელი, ანუ კარგად აღიგით ხო რაც მოხდა, კაცი ჯერ გამგებლად დაინიშნა და მე სკოლაში ჩააბარა, სკოლაში შეიყვანეს მეათე კლასში. ფაქტიურად ის სპექტაკლია ჯერ დაიხოცე, მე იქორწინეს, რაღაცა ეგეთია. ამ გამგებელმა თუმცა თავიდან ცოტა კი იტირა უცხო ბავშვებში რომ დააჩინა. უცხო ბავშვებშიო დააჯინეს, ცოტათი კი იტირა, მაგრამ მე შეეგუა. ძალიან ცელკი მოსწავლე ყოფილა, ახლა თურმე პრობლემები ქონია ამ გამგებელმა გვერდით მერხზე, ჯდომ კულტურის განყოფილების უფროს თმა მოკაჩა და დირექტორთან არის დაბარებული. არ ვიცი, ესეთი არაფერი ვერ გამოვდივარ შოკიდან, ძვირფასო მე პიკიდან ვერ გამოვდივარ, არ ვიცი. ინტერვიუც ვერ აიღეს ჟურნალისტებმა გამგებლისგან, შატალოვზე წავიდა ცოლშვილი და დამრიგებელი ერთად ეძებთ. ახლა კასრის წყლის გამგეობას მაგარი ხარჯის გაწევა უწევთ, იმიტომ რომ გამგებელი სკოლას ამთავრებს და ბოლოს არის და ბანკეტის შარვალ კოსტუმის ფული აქვს გასაცემი თვითონ სოფლის ბიუჯეტიდან აუცილებელია. ხო სასწაული ამბავია ძვირფასო მეგობრებო, მაგრამ პრინციპში რა გვიკვირს? ეს გამგებელი გახდა და მე ჩაირიცხა სკოლაში, მაგრამ აგერ ქალი ყოფს ჯერ პრეზიდენტი გახდა და ახლა აიდგა ენა. 5 თვის ბავშვით გვეტიტინება ხოლმე რეზიდენციიდან, რომ ასეა ხოლმე ყველაფერი ოცნებაში პირიქით ხდება, ანუ პირიქით არის ყველაფერი. არ ვიცი, მოდით აღარ გვინდა ეს თემა, იმიტომ რომ გავყვეთ ვერ დავასრულებთ. მოდით საქართველოს მესამე პრეზიდენტზეც ვისაუბროთ, მიხეილ სააკაშვილი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა და მთავარ აქცენტებში ჩაერთო ნიკა გვარამიასთან ინტერვიუზე, ვნახოთ ეს ვიდეო. ის უნდა გავწიოთ. ეს ხო პოროშენკომ, რომელიც მოდი ასე ვთქვათ, ღია მოწინააღმდეგეა თქვენი და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი მოწინააღმდეგე უკრაინაში. ნუ პრორუსული ძალების შემდეგ. რას ფიქრობთ? თან ესე დაატრიალა ეს მონაკვეთი დაატრიალა. მოკლედ სააკაშვილი ბორჯომს ისე სვამდა, მარტო ბოროტიენა თუ იტყვის რეკლამას უკეთებდა, აი მე ესე მგონია. ისე ამდენი ქილის ხელში ტრიალს პირდაპირ ეთქვა, ბორჯომი მნიშვნელოვანი გამაგრებელი ჩვენს ცხოვრებაში და მე გაეგზელებინა ჩაულებრივად საუბარი, ხო შეიძლება. მიშას დანიშნასთან დაკავშირებით ოცნების დეპუტატებს საკმაოდ ცინიკური განცხადებები ჰქონდა, მაგალითად თქვეს, რომ ეს რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი მდივანი რაღაცა გამოგონილი თანამდებობაო. ამას ამბობს მთავრობა, რომელსაც ყავს ღამის ეკონომიკის მინისტრი. თან მაშინ, როცა 9-დან დილის 6-მდე ქვეყანაში კომენდანტის საათია. იქეთ ღარიბაშვილმა განაცხადა, ეს არის მიშას მორიგი რეინკარნაციის მცდელობაო. არ მოგესმათ კი, ღარიბაშვილმა თქვა, ეს ძვირფასო კაცმა, რომელსაც სულ რამდენიმე კვირის წინ ააძრეს რეინკარნაციიდან დაბრუნების დამცავი პარკები. აი
სულ ასეთ რო tkacunობს ხეს რო ვაჭერი პარკებს და რო tkacunობს აი თითოეულ ნერვებს რო ამშვიდებს რა ეგ პარკები ქონდა შემოხება მამუკა მდინარაძემ თქვა რომ რაღაცის დივნად დანიშნეს რომ ყავასაც ვერ მოადუღებსო მოდით იქიდან დავიწყოთ რომ მდინარაძე არის ადამიანი რომელსაც გონია რომ დივნის მოვალეობა არის ყავის მოდუღება მოკლედ რო თქვა ოცნების დეპუტატებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ ეს ძალიან მსუბუქი ნათქვამია თქვენ შეგიძლიათ უფრო გაამძაფროთ კოვზი დატოვოთ და ნაცარი ნებისმიერი მასით შეცვალოთ მოკლედ ქართულმა ოცნებამ ამ გამოგონილ თანამდებობაზე მიშას დანიშვნის გამო უკრაინიდან ელჩი გამოიწვიეს ჩამოვიდა ეს ელჩი და კონსულტაციაზე ჯერ ვერ მიდის რადგან ორკვირიან каранტინში გაუშვეს მე მგონი каранტინში კი არა ძელზე ყავთ გაკრული შიგადაში გროზგავენ იქვე ამირან გამყრელიძე უზის და ეუნება მისი წამების პიკი როდის იქნება რომ ეს დაუშვესო სააკაშვილი დანიშნეს რაღაც თანამდებობაზე 2-3 კვირაზე მეტი არ უნდა გაგრძელდეს წესით ეს სავარაუდოდ ეს პიკი მონოლოგის ბოლოს მინდა საკმაოდ მძიმე თემას შევეხო ძვირფასო ტელემაყურებლები მოკლედ ბიძინა ივანიშვილი ამჯერად რაჭას მიადგა ძვირფასო ტელემაყურებლებო აპირებს ჰესის აშენებას სადაც მთები უნდა აფეთქოს რიონს კალაპოტი შეუცვალოს და მილებში გაატაროს ის შეხება უამრავი ხეტყე და ამის გამო შეიძლება დაიტბოროს ხეობა ერთი სიტყვით ისეთი გეგმები აქვს დროა ამბროლაურის მერმა ის მოგებული პორშე კატერად გადააკეთოს ხო ხედავ ძნელბედობის ჟამსაც არ მავიწყდები ყოველთვის ფიქრობ შენზე ყოველთვის ესე იგი ბიძინას აქამდე ხო ხეები გადაჰქონდა და ახლა მთლიანად რიონი გადააქვს მანამდე ხო მთელი სოფლიოს წინააღმდეგ წავიდა და ახლა ბუნების წინააღმდეგაც მიდის მე მგონი უბრალოდ ჩარზეა ეს კაცი ასე მგონია ძვირფასო მეგობრებო 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები ერთადერთი არჩევნებია რომელსაც ხალხთან ერთად ბუნებაც ელოდება რომ ამოისუნთქოს ქალბატონებო და ბატონებო ესეთი იდეა მაქვს მე კოსმოსიდან გადავუღოთ ფოტოს საქართველოს იმიტომ რომ ეს ივანიშვილი იმდენ რამეს თხრის და ჩეხავს რომ მგონია რომ რაღაცას აწერს ქვეყანას აი მაგალითად კოსმოსიდან რომ გადმოვხედავთ რაღაცა ეწერე რაღაცას აწერს მაგალითად ჩემია ან აქ ვიყავი ჩვენ ან რაღაცა ესეთი ეწერება ასე მგონია თვითონ იმიტომ რომ რაღაცა უცნაურად ითხრება ეს ყველაფერი ახლა ველოდები ტელეიმედის გამაправებელ სიუჟეტს და ასეთ ინტერაქტივს. ვითომ მართლა ისეთი ლამაზი ბუნება ჰქონდა რაჭას როგორც ამბობდნენ, თუ დიდი ისეთი ვერაფერი. 97% თუ დიდი ისეთი ვერაფერი იქნება. მოკლედ ვირუსი COVID-19 ისე გადავაგორეთ, რომ ქვეყანაში პიკიც არ ქონია და მეორე ვირუს ბორის 19-ს ესე დავარქვი ამ ვირუს ბორის 19 აღმართიც ქონდა პლატოს ტეხილის პიკის და ახლა აქვს პიკის შემდგომი ეტაპი სიპი. სიპი არის ეტაპი, როცა ქვეყანაში ქვაქვაზე აღარ დარჩება. თვითონ ტელემაყურებლებო, მე ეს გონია, სიპის ეტაპზე ვართ უკვე. მოკლედ მეგობრებო, ეს ამბავი ძალიან მაგონებს ერთ რეკლამას. ბიძინა ივანიშვილი რაჭაში წარმოგიდგენს ვაუ, რა სუფთა ექსპერიმენტს. რაჭველებო, რას იყენებთ ამ ლამაზი ბუნების შესანარჩუნებლად? არაფერს ეს ბუნება ხომ ისედაც ლამაზია და მისი შეცვლა ხომ შეუძლებელია. რა თქმა უნდა შეუძლებელი იყო, რადგან აქამდე ხომ თქვენ არ გყავდათ ბიძინა ივანიშვილი. ვაუ, ბიძინა გლეცხებს, მიწასთან ასწორებს გარემოს და უბრუნებს მას პირვანდელ პალეოლითურ მკვეთრ ელფერს. აბა რა სიტყვის რაჭველებო, შესანიშნავია. გინდათ ვაუ რა სუფთა ექსპერიმენტის საკუთარ თავზე გამოსცა. გინდათ ვაუ რა სუფთა ექსპერიმენტი თქვენმა რეგიონმაც გამოსცადოს. მაშინ ჩვენ თქვენთან მოვდივართ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს არაჩვეულებრივი მომღერლები ალბანო და რომინა პაუერი. მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ეროვნული ფორუმის ლიდერი ბატონი გუბასანი. აგრძელებთ გადაცემას, როგორც იცით, უკრაინაში ახლად დანიშნული მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ ეთერში ჩაერთო ნიკა გვარამიას გადაცემა კვირის აქცენტებში. მინდა შემოგთავაზოთ ამ ჩართვის სრული ვერსია. ნახოთ. ბატონ მიშა, მოგესალმებით, როგორ ხართ? როგორ გრძნობთ თავს კორონა პანდემიის პირობებში? მოგესალმებით.
კარგად გრძნობ თავს ნიკუშ. კიდევ კაი წკიბზე ჩამოუსარი ოდესიდან და თქვენს ეთერში რო ვარ, ძალიან მაგარია. ეს ბორჯომიც ოდესიდან მომაქვს, მაგრამ იმდენი ვირბინე გაზი ექნება უკვე გასული. მოიცა ნიკუშ, როგორ ხარო? რატომ გითხარ? შენ ჩემ გამომწერებში არ ხარ? შენ რო ჩემი subscriber-ი იყო, გეცოდინება როგორც ვარ, გეცოდინება. იმიტომ რომ ყოველ საღამოს მე live ჩართვა მაქვს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ვარ. ასე რომ ტრის გულის გასახეთქად ძალიან მაგრათა ვარ ახლა კიევში. მე აქ უკრაინაში ვრჩები ქართული საქმის გულშემატკივრად, როგორც ხედავთ, ქართული პროდუქციას მოიხმარ, სამუშაო დღეებში სულ ბორჯომს ვსვავ ხოლმე. შაბათ-კვირას კი ვსვავ, ტყიბულის მწვანე ჩაის არ მოგა. ეხლა უნდა გკითხოთ, როგორ შეხვდნენ თქვენს დანიშვნას უკრაინაში? ნუ ეხლა ქართულ პოლიტიკას რაც შეეხება საერთოდ არაფერს არ ვაპირებ. იმიტომ რომ ქართულ ხელისუფლებას ისეთი გეზი აქვს აღებული. ეგენი თავისი დაიღუპავენ თავს. ჩემო ჩარევა პირიქით შეიძლება სწორგზაზე დააყენოს ეგენი. ამიტომ ვაცდი. კოხაიუ. ანუ რაო, მოჩქარეს მოუგვიანდეს. თუმცა მე მაინც მინდა საქართველოს ჩამოსვლა. აქ როგორც მოთამაშე მწვრთნელი ისე ვარ და მინდორზე უშვებ უკრაინა ახალგაზრდებს გადამწყვეტი როლი ამებმა უნდა აიღონ თავიანთ თავზე და მან საქართველოში მე ვაპირებ თავდამსხმელობას, რომელიც ოქტომბრის არჩევნების ბოლო წუთზე გადამწყვეტ ბურჯს გაიტანს და დაამარცხებს ვის? მოსკოვის ლოკომოტივს. და საქართველოში აუცილებლად გათენდება, ხო? რას აპირებთ საქართველოსთან დაკავშირებით, ქართულ პოლიტიკასთან მე დაკავშირებით? მენატრება ჩემი საქართველო, ჩემი ხალხი, ჩემი ყვარელი სიღნაღი, ჩემი რაბათის ციხე, ჩემი ანაკლია ლაზიკის დაუმთავრებელი პორტი. ეს მონატრება ხარშები. პროდიუსერს ვთხოვ, რომ ტექნიკური პრობლემაა და ხელახლა დაგვაკავშიროს ინტერვიუ მნიშვნელოვანია და მე არ მინდა რომ რამე გამოგჩეს. თუ შეიძლება ერთი წუთი მოვითმინოთ ამისთვის. უკაცრავად. დიახ. საქართველოს ეგახსენება სულ ცრემლი მომერია და კიდევ კარგი რომ უკრაინა ძალიან გავს ჩემ საქართველოს. და მონატრებას ამით ვიქარებ. ოდესა ერთ-ერთზე გაჭრილი ვაშლივით გავს თბილისი, თავისი არქიტექტურით. კიევი ქუთაისი იგივე, ისე ძალიან მაგრად გავს. ხარკოვი მცხეთის შესასვლელია. ეგ კი არა, ოდესა ისე ძალიან გავს თბილისს, მგონია რომ დასუფთავება მიბულია დერის გადასახადზე, როგორც თქვენთან. სულ საქართველოს ვფიქრობ, ნიკა. ერთი ღამე არ გაივლის, ისე რომ ჩემი მემლეკეთი არ დამესისწროს. მაგრამ სამწუხაროდ სიზმარი ალოგიკურია ხოლმე, როგორც ყოველთვის. სიზმარი ალოგიკურია როგორც ყოველთვის და აი მაგალითად გუშინ დავიძინე და სიზმარიში დავაჭრელი ნიკა. მე განვასხოვე სიღნაღი, გავამართლე რაბათი, ვეჭიდავე მესტიას, ვეცეკვე ქუთაისს, გაქვნა სიზმარია რა. ასე ვიტანჯები ხოლმე, რა ვქნა. რა ხდება იგორ? რა ხდება? ეხლა ეს მატყობინებები რომ საქართველოსთან ერთი ცისტერნა ბორჯომი ჩამოვიდა და 20 ლიტრიან ბოცებში უნდა გადავასხა და რა საკეთებ იგორ? პლასმასის ბოცაშია ხო? ჩემოს აიკიდებს 1000-ჯერ მოხ გენათქვამის სუშის ბოცებში. გამოიწი, მე უნდა ჩავასხა რა. გამოიწი. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა ბატონ მიხეილს, ვაგრძელებთ გადაცემას. ძვირფასო მეგობრებო, უკვე ყველა კარგად იცით, რომ Facebook-მა დახურა უამრავი ტროლების და ბოტების აკაუნტები. ახლა Facebook-ით დარჩენილმა ბოტებმა გადაწყვიტეს თავისი თავი წარმოაჩინონ პოეზიაში. მას ასე მივესალმოთ ჩვენს პოეტ ბოტებს, ძვირფასო ტელემაყურებლები. მოგესალმებით. გამარჯობა. ძალიან მადლობა. როგორ მეზიზღება ეს სიმღერა ბატონო? უკვე ბევრი რამე გეზიზღება თუ იცი და მე გამიხარდა რომ უკვე თქვენ პოეზიაშიც გინდათ რომ დაიმკვიდროთ თქვენი თავი, ხო ბატონო, თქვენი სახელი? მიხეილი. ბატონი მიხეილი. ზოგადად ტროლები არ ამბობენ თავის სახელს, მაგრამ მიხარია რომ იყოს მიხეილი. ბატონო, იყოს მიხეილი ამჯერად. დიახ. ბაკოა ჩემი რო იწოდე. რა პოეზიას წარმოგვიდგენ? იცით რა არის? ზოგადად პოეზიაში ძალიან ბევრი პოზიტივია რო შევამჩნიეთ. გადავედით პოეზიაზე და ვცდილობთ რომ ნეგატივი
შევიტანოთ ნელ-ნელა და აი მე დავიწყებ თუ შეიძლება ბატონო ვანო რომ დავიწყოთ აბა. ხო უხერხულია მოხუცი ქალი მელოდება გასალანძღი მყავს და არ ვალოდი. კარგია, კარგი. აი ესეთი მაგალითად. მე დავამთავრე სტატუსების დამარცვალება. მთავრობის ცოდვის სულ ნაცებზე გადაბრალება, პატრიოტიზმის არასოდეს მქონდა გაგება, სანქტ-პეტერბურგში გავიარე, გადამზადება. უი, რა კარგი. ეხა ბატონი კი ბატონო. ალბათ ბოკა ჩემი. ბოკა. ხომ ბოროტია ეს ჩემი პოსტი. მაგრამ მე უფრო ბოროტი მინდა. ბოგმის ხესავი დაფეთქებული, გაფუჭებული ნაგავივითა. ხომ მახინჯი ამ კაცის ფოტო. მაგრამ მე უფრო მახინჯი მინდა. სისხლით მოსრული, სახე შეშრილი ნაციონალიზმ პლაკატივითა. კაია, ბატონო. მე ვხედავ ზიზღი წამოვიდა იქიდან. კარგია, დაიძრა ზიზღი. ამიტომ ეს ზიზღს დავძრავა აქედან თუ შეიძლება. ოხახ ვარო ბიძა ჩემო, ნაძირალამ ძახალო. მე ზიზღები და ჩემის პრაშმანდოვკა დაქალო. მუქთა ხორად სინგლიანო 60 წლის ანდრია, ღვთისპირიდან წაგდებულო ივლიანე ნათლია. არ მიწყინო დახნობლებო, ასე რომ ვარ გაკაფული. Facebook-ი გამიუქმეს, ოჯახზე ვარ გადასული. რა გავაკეთე? გავაგზელე. კუკუთ რა ქვიათ? ბოკა. ბოკა. კუკუ 32, კი ბატონო. დიახ. ბუნებრივად მერგო ნიჭი. ხარს ვაჯერებ რასაც მინდა. ვიცი ახლა ყველა ფიქრობს ეს ყოფილა სუფთა გნიდა. კაცად დედამ გამაჩინა. არა კაცად კოკამ ქმნიდა. კოკიტო, კარგი. ბატონ კოკაზე მეც მაქვს ერთი ლექსი. ყანდიაშვილმა გუშინ მიბრძანა, ზაზას მაგივრად ვიყო ზოზია. კოკა არ არის ხალხო დემონი, ის ხომ მელოტი ანგელოზია. კი ბატონ, კარგია. კარგით. მე ცოტა გრძელი ლექსი დამეწერა. ვაბნელებდი მზეს ალერსით მთოვარს. ყველგან ჩემმა ბოღმამ ჩამოთობა. ახლა მინდა კლავ ლეპტოპთან ჯდომა 200 ფეიქ აკაუნტზე წვდომა. ცუკერბერგი აკაუნტებს მაცლის, ფეის მომგლეჯს გაიტაცებს მიდვრად. მილიონი ბოროტული აზრი შიგნიდან ჩამს ამოხეთქვა მინდა. უმუშაობდი არ ვიცოდი დაღლა და მეგონა წარმატების მზე ვარ. შემომხედეთ, რად ვიქეცი ახლა. ბოღმიანი, უსარგებლო ყვა. აი ესეთი. ნაო? რატომ მომპარ ეგლექსი ვერ გავიგე? ეგ იდეა ჩემი იყო საერთოდ. რა იდეა? უსარგებლო, რაც თქვა, ჩემი იდეა იყო საერთოდ და მომპარე საერთოდ. ანუ თქვენზე იყო დაწერილი? დიახ, მე ვწერდი, ყველაზე ბოღმიან ლექსს მე ვწერდი. დიახ, ჩემი მოფიქრებული იყო ეს. თქვენი მოფიქრებული იყო. ეს რამეს რა ჩემ ვიზე იძახი კაცო მომპარაო სანამ მე გამიცნობდი ალალბოთე იდიოტი იყავი კეთილი მე გასწავლე ბოღმა თქვენ მასწავლეთ ბოღ კარგი კარგი მაშინ მოდი ვიშაიროთ და დაუმტკიცოთ ვიშაიროთ კი ბატონო დაიწყე დავიწყებ მაშინ კი ბატონო დიდი მთიდან მოწყვეტილი ხარსიანი ლოდი ხარ უსირცხვილო უსინისო ძაღლიშვილი ბოტი ხარ ბატონო ვანო რა მაკადრა გავაგზავნოთ აბა თქვენ ისი უპასუხეთ რა მაკადრა ბატონო ვანო კარგი მე მაშინ ასე გიპასუხებთ დიახ შაირი შარაიფაო ყანდიამ დაგაგიფაო მისმა მონამ ანტონამ დაგაგიფა 9 ტონა და მოგან კარგი საკი აი ესე გამომწყვე თუ არა ჩემ კარგებს შეეხო დიახ უფ რა კარგი ვაიმე ტელეფონი მომწერე შენ უნდა კარგი შენ დაეთანო საბა ბოზანდა მისამართი მომწერე მადლობა მადლობა ჩვენთან იყვნენ ბოტი პოეტები ძვირფასო ტელემაყურებლებო უღრმესი მადლობა ძვირფასო მეგობრებო ხოთ მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონი გუბა სანიკიძე როგორ ძამდები ბატონო დავძამდი ეს გამიძლებს? გამიძლებს? კი გაგიძლებს ახლა ისეთია რომ უნდა გაგიძლოს რომ მაინც ფხილად დავждებ. როგორ ძამდები? კარგად ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემთან გადაცემაში სტუმრად მინდა აღვნიშნო რომ პირველად ხართ ჩემ გადაცემის სტუმარი კი არ ყოფილხართ და სწორად ის ორ-ორჯერ არ ვინმე ნამყოფ შენთან ორ-ორჯერ როგორ არ არის კაც ბევრი არის მაგრამ ეთყობა თქვენ ამდენი ხანი ფიქრობდით რომ სწორი დრო შეგერჩიათ გადაცემაში მოსასვლელად იმიტომ რომ ახლა არის ზუსტად ის დრო რომ აი სწორი დროა იმიტომ რომ ბევრი ისეთი რაღაც ხდება ქვეყანაში რომ აი რაღაცა თქვენს გარეშე დაგროვდა ბევრ თემაზე შეგვიძლია ვისაუბროთ ხო რა ვიცი ახლა
ნუ პანდემიაზე, რავი, ახლა ცოტა უკვე დაძველდა ეს თემა ჩემი აზრით. ხო? ამდენ ნეტა დაძველდებოდეს რა. არა, რაღაც შეკითხვები მაქვს გაჩენილი ამ პანდემიასთან დაკავშირებით, რომელზედაც ხო. პასუხები არ ამაქვს. მაგალითად რომელი შეკითხვა და რომელი პასუხი? შენთან მოვედით თხოვნით, იმიტომ რომ შენ სიზმრებში ხედავ ვიღაცა ბრძენკაცს. მოგზაურობ მე სიზმრებში. ხო და იმ ბრძენკაცი მინდა რაღაც შეკითხვები დაგაბარო იმასთან, მაგალითად რა. მაგალითად როგორი? სიზმარში გადავს. ხო, გადაეცი ჩემგან, რომ ვერაფრით ვერ ამოვხსენი კაცობრიობის რეაქცია პანდემიაზე, როცა გაიგო ადამიანებმა გაიგეს პანდემიის შესახებ პირველი რაც იყიდეს ეს იყო ტუალეტის ქაღალდი. ხო. რაში უკავშირდება ერთმანეთს? აი ეს ამისმა ჭიამ შემჭამა. ამ ორთვიანმა ფიქრმა მაინც ვერ ამოგახსნევინა. არა, გადაყირავდა ქვეყანა კაცო, აგერ ქურდები სასამართლოში ჩივიან, რას მოესწავით? სალომეს. ეგ რა მაგარია. ამას როგორ ვიფიქრებდი, რომ ქურდები სასამართლოში იჩიოდნენ? ხო, ერთი ვერ ამოხსენით ეგ და უკან დაჯდომა მანქანაში ეგ თუ ამოხსენით, ეგ თქვი თქვენ. უკან დაჯდომა მანქანაში ეს ვერ ამოხსენი, ვერაფრით ვერ ამოხსენი, რატო არ შეიძლება მეუღლე გეჯდეს გვერდზე და რატო შედან პოლიციის თანამშრომლები გვერდი გვერდ. აი მაგ აი რა შეაზე. როგორ დავაკავშიროთ ერთმანეთს? ეკიპაჟი ხო, მაშინ ერთი უნდა იჯდეს უკან. ხო, ცოლ-ქმარი რატო არ შეიძლება ერთად? ხო და რატო შედან პოლიციელები ღრმა პატივისცემა ჩვენს პოლიციელებს. არა, მაგრამ ხო, გაუგებარია რა. არა, ახსნა ახლა მიზეშედეგობრიობა საქართველოში არ არსებობს, ახლა სოკრატეს ჩვენთან ჯერ არ ჩამოუვლია გზაშია. ხო და ამიტომ ვიკითხე რა, ეს ტუალეტის ქაღალდი და პანდემია რა როგორ უკავშირდება ერთმანეთს რა. რა არის, იცი თავიდან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში რომ დაიწყეს ამ ტუალეტის ქაღალდების ყიდვა, გასაგები იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ტუალეტის ქაღალდი საბჭოთა კავშირი რო დაინგრა, მერე გამოჩნდა. მაგრამ ამერიკელებმაც რო დაიწყეს ტუალეტის რულონების მოგროვა, აი მერე დავეთდი რა. ხო, აი მართლა. ის გასაგები, მაგრამ ამერიკელებმა რო დაიწყეს, ეს ვერ გავიგე რა. არა, ეს მაგარი ფრაზაა, საბჭოთა კავშირის მერე რო გამოჩნდა ტუალეტის ქაღალდი. ჯერ რაკეტა გაუშვეს და მერე ტუალეტის ქაღალდი. ფოლოს გააკეთეს, გამოიქონეს ტუალეტის ქაღალდი. გაგარნი რო გაფრინდა ტუალეტის ქაღალდი არ იყო მაშინ. რო არ გაატანეს იქაც. ხო, არ ჭირდებოდა ქვეყანას. არა, ერთი ისიც ვერ გავიგე, ჩემთვის ქუჩების მორეცხვა. ქუჩების მორეცხვა იყო ეგ საოცრება, ერთო უფალო გამაგებია, რატო ხეხავენ ამ ქუჩებს რა? ზოგადად ხა ცენტრალურ ქუჩებს ხეხავ. კი, ვაკე ვერა არის ძირითად არა, ის თბილისის მარჯვენა სანაპირო ძალიან მოვლილია. მარცხენას არ დემოკრატიულ თბილისს. დავარქვათ ასე. მარცხენაში არისტოკრატული თბილისი და დემოკრატიული თბილისი. დემოკრატიული თბილისი არ წყალობენ რატომღაც. ხო. კი ბატონო. ჭავჭავაძის გამზირზე ძალიან დიდი ყურადღება არის, ერთი ხეოფსის პირამიდა და მეორე ჭავჭავაძე. ხანგრძლივობით შენებულია. რამდენი ხანი აშენებენ? გადაანგრიეს, გადახელდნენ. ხეოფსი ადგას აფლავიდან რა. პირამიდას ააშენებდნენ ეგვიპტელები რამდენი ხნის განმავლობაში კავჭავაძის გამზირი ეს წყალი ჩემია. რა თქმა უნდა თქვენია. კორონასთან როგორ არის ეს? ყველაფერი არის დამუშავებულია ყველანაირად. ხო, მაგრამ ახლაც ხო ესეთი სიტუაცია ახლა, იმიტომ რომ ბატონი ბიძი და ივანიშვილი ხო ახლა რეალურად კარანტინში ვერ ხედავთ, ხო? ერთადერთი სადაც დავინახეთ ეს იყო TikTok-ით გამოვიდა და ხო. ხო, ნუ ახლა ჩვენ რა გითხრა მაგით? როგორც ყველა გენიალური ადამიანი, ხო, გაკვირვებს. ხო. ჩათვალა რომ დანაწევრებული მეტყველებით ჩვენ ვერაფერს ვერ გვაგებიებს. უმადური ხალხი ვართ. გადაწყვეტა სხეულის ენით. სხეულის ენით გვანიშნა. სხეულის ენით გვესაუბრება ჩვენ და რა ვიცი, უფრო გასაგები ესაა სხვათა შორის, ჩემთვის ვიდრე მის საუბარი რა. მაგრამ პირველი შოკი არ ქონდათ რომ დაინახეთ, ამიტომ ხალხი ხო ელოდებოდა რომ რაღაცა ისეთი გამოსვლა ექნება. მოსალოდნელი იყო, ჩემთვის შოკი იქნებოდა ეგ რო არ ექნა. ანუ რო არ ეცევა. და იმიტომ. აი დავიშოკებოდი მაშინ რა. თქვენი არა, სხვათა შორის კარგად ძალიან ელასტიურად ცეკვავს, არ არის ცუდი. ხო, იმიტომ რომ მე ყველა მოცეკვავესი მშურს. ყველა ძალიან მშურს. იმიტომ რომ ხო თეთრი შურთი არა. ყვამლი გამდის შავი ისეთი შურთი. როცა ქვეყნის ერის მამა რო გასლაბარაკო. ხო,
არწივივით ცეკვავს. მაგრამ მოდი ამაზე ვისაუბროთ, ახლა მაინც მაინტერესებს თქვენი აზრი, აი გადაგდებების სერია. ახლა თქვენ ყველა გადაგდება იწინასწარმეტყველოთ, რომ ბიძინა გადაგვაგდებს რა. ეს ოპოზიცია არასდროს არ გიჯერებდათ, ხო? ოპოზიცია არის ნეტარ არიან მორწმუნეები. ხო, აი არ გიჯერებს რა. ხო, გამოდია რომ არ დამიჯერონ, მე შეხვედრიდან გამოდიან ძალიან კმაყოფილების სახელით ისტორიული შეთანხმება. ისტორიულ შეთანხმებას მივახციეთ. ბედნიერები გამოვლენ, ტყეპტყელ ლაპარაკი მე თოქ-შოუებში, ნუ ჩვენ უკან დაიხია ბატონმა ბიძინა ესეთი ფრაზების ამბობენ ხოლმე და საბოლოო ჯამში აღმოჩნდება რომ სრულიად სხვა რაღაცას იღებენ მანევრებს ატარებს ხო ახლა უკან დახევა მონღოლურ წესით გვებძვის რა შეგვიტყუებს და მე ჩასაფრებაში მოვხვდებით ხოლმე ჩვენი ისტორია იწყება ასე რა წელთაღრით სხვა გამოგვეცვალ პირველ გადაგდებამდე და მეორედ გადაგდებამდე პირველ გადაგდებამდე მეორე გადაგდების შემდეგ, ახალი გადაგდების შემდეგ, ანუ ახალი წელთაღრიცხვით ასე ჩათვალა, რომ ვერ გაიგებდნენ და ახლა უარესი რეაქციებია რა. სანამდე არ დააძახებიეს, რომ პოლიტპატიმრები ყავს, არ გაჩერდნენ რა. პირადად თქვენს უკვე, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ამერიკის კონგრესის აი ნაციონალია ის. კაცმა, თან კაცი არის თურმე რომელსაც ნატოში უნდა მიგვიღოს, ანუ თქო, მაგამ უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა. მაგას ათქმევინეს, რომ პოლიტპატიმრები გამოვიშთ. ეგეთი ფრაზა ზოგადად ამერიკული დიპლომატია არ ამბობს, ესე პირდაპირ რა. გაკვირვებულები არიან ამერიკელები. ამერიკელებს თუ რამე გაუკვირდებოდათ არ მეგონა რა, მაგრამ უკვირთ რა, ჩვენ მაინც სხვანაირ ქვეყანა ვართ, ქართველები ვართ, მაგრამ ნუ ჩვენ ვერავინ ვერ დაგვამართ. რა არის იცი? მე ახლა როგორც ისტორიკოსი გეტყვი, სულ მაინტერესებდა რატო ვერ მოგვერია მტერი. პირველი მიზეზი არის ის, რომ ამოხსნით ეგ ამბავით. 3000 წელია. ჩვენი მოსისხლები ეძებენ ჩვენ გეგმას. ხო. რომ გაგვინადგურონ ის გეგმა. ვერ მიაგნეს. რატო იცი არა გვაქვს. აი თემურლენგი მურვანყრუ შახაპატე მე ეძებენ გეგმებს რა ქართველები არა გვაქვს ეს ახლა არ გაგვიგოს მტერმა ეხლა სახელმწიფო 3000 წელი ქართველების გეგმას თქვი ეხლა ფაქტია აუ გავეცი ეს რა ვქენე ქვეყანა გაეცით რომ გეგმა რა გეგმა გვაქვს ქვეყანას ხო გეგმის ზებნაში არის რატო გადავრჩით ამდენი ხანი ხო იმიტომ რომ გეგმა არა გვაქვს აუ ძა გეგმა უნდა მოусპო მოქმედების გეგმას რომ მოусპებ მე ნუ ეფერს ვერ შევა არა გვაქვს ჩვენ ეს გეგმა აუ ძალიან მაგარია ეგ ხო რა თქმა უნდა მე გეთანხმებით იცი მაგაში გეგმო ხალხიო ხო მოდი იცი რა თებაზე მიდა ნუ აი მაგალითად აკუბარდიასთან ხართ ხშირად მაგას ვერ ნაცვალებ სულ ხართ რა აი ფაქტიურად ჩემი ძმა თქვენ და გელბახიანი ვალერი არის არიან აკუბარდიასთან ანუ სამი მუშკეტერი ვითავარ ხო რა იცლებით რა ხან დღეების მიხედვით გრაფიკა ჩასმული ხართ ხო ჩვეულებრივად ახლა დარტანიანო დათო ჭიჭინაძე დაგვემატა ხო დათო ჭიჭინაძე მაგრამ ჯერ მუშკეტერი არ არის რა ხო იმიტომ ძალიან ბევრი პრობლემა არ გახდება მაგალითად აკუს მაგალითად დათოსთან მაკავშირ მე ჩემი თავი არ მახსოვს დათო აკუბარდიამდე რანაირ ვიყავი რა ხო რაც თვალი გავახილე მის სტუდიაში გავახილე თვალი ხო არა იქ ისეთი ამბები არის ერთხელ ხო ვართ სტუდიაში ხო და დავიწყე რა რაღაცებს შემეკითხა და ვერ ჩუმად მეუნება რომ შენო ილაპარაკეო და მე სიგარეტზე ჩავალ ქვემოთ იყო ისა ბუტკა ჩიხური იყო და ჩავალ და შენო ილაპარაკეო ამოვალო ახლა კამერა არ გადმოვისაკეთ კამერა ჩემსკენაა მოტრიალებული და გულმა რეჩხი კი მიყო რომ მე თუ შეიძლება არ მოვიდეს რა დროს და დავიჭირე თადარიგი და დავიწყე ძველი ეგვიპტე. ამოვედი ძველი ეგვიპტიდან ვიარე, ნუ რა ვიარე, რო ვიარე რა. ხვებით ყველა. ხო, არ ჩანს. ამოვედი რომი, მანამდე ალექსანდრე ვაომეს პარსელებთან ისავქენი, ესავქენი, იქ ფარნავაზმა გამოანათა, იქ რაღაცა
წმინდანინო შემოვიდა იქ რაღაცები იუსტინიანე, ნუ მივედე, მოვედე, მე ერთი ქვეყანა რო არ მყოფნიდა, სხვებსაც რთავდი იმაში, რაღაცებში არ ჩანს. კაცობრიობის 3000 წელი მიდის. და თუ არ ჩანს რა, უკვე ახლა ეს წელთაღრიცხვაც ახლა აღარ გაპატიებს ხო, იწურება რაღაცა ჩერჩილამდე ვიყავი მოსული. და მოვიდა. აი დავამთავრეთ, რაღაცა უთხრა ბიჭო სად იყავ? აქ არ იყო საბურთალოზე. საბურთალოს წავიდა, იმიტომ რომ ერთ კონკრეტულ სიგარეტს ეწევა და ის არის შო. და არიშო ბიზნამ გააქრო. ამით ებრძვის ოპოზიციურ ტელევიზიას, რომ როდმანსი გააქრო. მაგრამ დათო მაინც ალიკლდია. ხო. მე მინდა მოყვეთ სააკაშვილთან შეხვედრის ამბავი. კიევში? ხო, ეგ არის აუცილებელი მოსაყოლე, იმიტომ რომ დაგინახეთ, რომ მაინტერესებდა რა რაღაცა დეტალები, როგორ შეხვდით. არ გაგიკვირდა რომ დაგვიდა. ძალიან გამიკვირდა. ძალიან გამიკვირდა გუბას და მაგიტომ მინდა რომ რაღაცა მომიყო. არ დაგიმალო და მეც გამიკვირდა, მე რომ დავინახე ჩემი თავი. ხო, არა, ნუ კიევში რაღაცა ვილაპარაკეთ იქ საჭირბოროტო საქმეებზე, რაღაცების თქმა შეიძლება, რაღაცებს არ შეიძლება, არა საჭირო. ხო, არა საჭირო. ხო. მაგრამ საინტერესო იყო საღამოს ვახშამზე დავსხედით და სანდრა გვიმასპინძლდება. შემოიტანეს ხო შემწვარი ქათამი. ონა ავიღე და ბარკალი უნდა გადაუვახე მიშას უდებ თებში და არა არ მინდა გაჩერდი მე უთხრა შენ წილი ეს ამას ხელს არ მოკიდებს არავინ თითო კატმიდან ერთი ბარკალი არის მიშას წილი კი ბატონო მე დაიდო ეწონა არგონავტები რომ საქართველები არის საქართველოს სამშობლო გახარიას ესეთ ფრაზა რომ საქართველოს არგონავტების საქართველოს სამშობლო რა არგონავტები. ანუ რა არის, იცი ახლა ზოგიერთი ფიზიკოსი და დიდი მეცნიერი ამბობს, რომ არსებობენ პარალელური სამყაროები. კი, არის ეგეთ. რა არის, იცი, დამტკიცებით ვერავინ ვერ ამტკიცებს, მაგრამ ვერც ვერავინ ვერ უარყოფს ამას. ამ ბოლო დროს ახლა მე რასაც უყურებ, ძალიან პოპულარული იდეა არის, რომ მარტო ეს სამყარო კი არა, სხვა სამყაროებია. ეთყობა გახარია იქიდან არის რა. და იქ არგონავტები მეგრელები არის. და პირიქით საბერძნეთში წავიდნენ და მედია მოიტაცეს იქიდან. სად კითხულობენ, რას კითხულობენ? აი, ეთყობა ჩვენა ვართ ოროსნები და ესენი არიან პრიადოსნები, ხო? არა, არგონავტების ქართველობის შესახებ ჯერთი რა კონტექსტში მოიყვანა, ვერაფრით ვერ გავიგე, რატომ მოიყვანა ეს? არ ვიცი, რაღაცა წინადადებაში გაატარა. მე მაქვს ეჭვი რაღაცას აწევიებს ბიძინა ამგენს უყოლებს. ყველას ერთად აწევიებს, თან ცალ-ცალკე კი არა. შეკრიბავს, ვინმე რო არ ისაჭკავს რა. უნდა პარაოზებს ურტყამენ. გეუნები დაბოლილები არიან რა. უგონ სხვა რაღაცით რა, რა ჩვენ არ ვიცით. მოდი, აი, რაჭველი ხართ. რაჭა. რაჭველი. როგორ არის, იცი, ფესვები მაგურიდან 1734 წელს, ჩემი წინა ის მამაჩემისგან ვიცი, ზუსტად ვიცით ჩვენ ესა. მე ვარ მე-10 მუხლი ვარ. მე-11 მუხლია ჩემი ბიჭი. ვინც წამოვიდა გურიდან. ანუ ვარ მე რაჭიზირებული გურული. ანუ რაჭას ჩასახლებული გურული? ხო, გარაჭველებული გურული რა იქნება, ხო? ხალხო, ხო გაინტერესებს? გარაჭველებული გურული აგერავა რა. აგერავა. თან დინჯი. შედეგი. ეხლა ინფორმაციას მოусმენთ ალბათ, ხო, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე აუ, არ გვეშვება რა. რა ქვია, ონში აპირებს იმას. ხო, აი უკვე მოადგა რაჭასაცო და ანუ ონში დიდი კაშხალი და რომელშიც ანუ ძალიან ბევრი ამბავია მანდ რა, ანუ აი ეს გაუგებრობა არის ჩემთვის ეს რიონის კალაპოტის და მილებში გატარება და რაღაც აი ხო ხდება. ევასება ეგეთი ბიძინა ერთ რამეს გეტყვი რა, დაგლოცავ. არ გეტკინა არაფერი სამდე მაგი არ აგაშენებიოთ იქა რა. არ შეიძლება ახლა კი ხუმრობთ რაღაცები, მაგრამ ხალხო დავიღუპებით რა. დასავლეთ საქართველოს დაიღუპება. ხო, აი ჯერ ბევრი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ის რო გასკდეს მიწისძვრებია სულ იქა. ხო, მეწყერია სულ. ის რო გასკდეს მთელ რიონის ხეობას და რიონის ხეობა რა არის? რაჭა, იმერეთი, სამეგრელო გურია. აი ფოთამდე წაიღებს მთელ საქართველოს.
მერე მოსპობს ორ უნიკალურ ყურძნის ჯიშს. ეს არის ალექსანდრიული მუჯურეთული, რისგანაც მზადდება მწარეცის ხვანჭკარა და ნამახვანსაც აკეთებენ ეგ ლეჩხუმის მოსპობა უნდა და ტვიშის მოსპობა. არ გამოვა რა ერთ სიტყვით რა, არ გამოვა. ამისთვის სერიოზულად ვემზადებით აქაური რაჭველებიც და არა მარტო რაჭველებიც, სრულიად საქართველოს და თანადგომის იმედი მაქვს ყველას იმედი მაქვს. რა თქმა უნდა. არ შეიძლება ეს არ შეიძლება იმის მოსპობა ახლა რიონის ხუნდებში მოქცევა ხალხო წარმოგიდგენიათ ეს ტრუბაში უნდა რიონი გაატარო. ვერ გაატარებ ფიძინა რა და არ გეტკინა არაფერი მანამდე რა. მაგრამ ახლა პროდიუსერი მაცნობებს რომ ჩვენთან სატელეფონო ზარია თუ შეიძლება რომ შემოვიყვანოთ რიგითი მოქალაქეა რომ ესე ამიხსნეს რომ რიგითი მოქალაქეა რომელსაც უნდა თქვენთან გასაუბრება თუ შეიძლება რომ ზარი შემოუშვათ სტუდიაში პროდიუსერი ალო ვანო გისმენთ გამარჯობა ვანო როგორ ახარ ვანო ui შენგენაცო კარგად კუბასი ყოლია სტუმრად კუბას როგორ ახარ კუბას არა მიშავს ჩემო კარგო კარგად ხარ ისე კუბას ერთი თხოვნა მაქვს ცოტა მოშორთი ოპოზიცია ხმა მეორდება შენი გისმენთ როგორ ხარ კუბას როგორ ხარ არა მიშავს ვარ კორონას ხელში როგორ ვიქნები და შენ ხელში კარგია კარგი მიყურე TikTok-ებზე კი როგორ არის ხო ის მაგარი იყო ორი ამბავი მაქვს შენთვის კუბას ერთი კარგი და მეორე გადასარევი რომელიც დავიწყო ნუ კარგი დაი კარგით კარგი ის არის რომ რაჭაში ხეს ავაშენებ და გადასარევი რაღა კაცო რაჭაში ხეს ავაშენებ თქო და გადაერიეთ ახლა როგორი იუმორია კუბას დამახო მაგარი ხო ხარ მაინტერესებს კუბას რატო ატეხე ესეთი ამბავი შენ რაჭაზე რაჭაზე რატო ატეხე ესეთი ამბავი თვითონ ვერ ხვდები რომ რაჭაში ამდენი მთები ძალიან გადაგვირთულია ეს რაჭა ისეთი ხედები კარგება რომ რა ვიცი არ ვიცი ახლა უბრალოება და სისადავია მოდაში კუბას კი და კორონას მერე განსაკუთრებით ეგრე იქნება კი ეგრეა მაგიტო ამბეთქე საერთოდ ქვემო ხარჯის ხედებს აბუჭებდა თორე ის რა ინტერესი მქონდა მე არაფერი კი არა ინტერესი არა გაქვს მარტო ქველმოქმედება რაზეა საუბარი ამიტომ ჩემო კუბას ისტორიკოსი კაცი ხარ შენ და ნუ მედავები მაგას ჯობია ისტორიულ შეკითხვაზე მიპასუხო ხო მე რომ მეურჩები და არ დაგითმობ რაჭას რომ იცახი სად იყავი მაშინ თემურლენგი რო რაჭაში მოესწრე შენ საყვარელ საქართველოს შაჰაბასი რო ატიოკებდა სად იყავი მაშინ სად იყავი გეკითხები მაგრამ სად იქნებოდი ალბათ აკუპაციასთან იჯექი მაშინაც და რაღაცეებზე საუბრობდით იქ თქვენთვის ბატონ ბიზინა ისა თემურლენგი კი მაგრამ შაჰაბასი რაჭაში არ ყოფილა არა დააზუსტე ვორსკი შეეკითხე გეტყვეს ასე კი მე კარგი ერთი თხოვნა მაქვს შენთან კუბას ხო გისმენთ შენ საყვარელ ამერიკელებს გადაეცი რომ ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავს ხოლო პოლიტპატიმრებს გადაეცი რომ ამერიკელები არ გვყავს იქნება დაკარგონ ერთმანეთის იმედზე და დაწნარდნენ ორივე ერთი ეს მითხარი მიშა სააკაშვილის დანიშვნაზე უკრაინაში რას ფიქრობთ მაგას ეგ არ გამახსენო ანუ ეგ ამბავი რო გავიკე მობილური გამივარდა ფეხიდან ფეხიდან თუ ხელიდან არა ანუ TikTok-ში ვიღებ რაღაცას ახალი TikTok-ი იყო ტელეფონი და გამივარდა ეგრევე საოცარი TikTok-ია ხელები არ გჭირდება საერთოდ ხელები არ გჭირდება კი ბატონო ასე რომ ჩემო კუბას ახლა ბევრს აღარ ვილაპარაკებ გადმოდი ჩემთან კუბას გამოსადეგი კაცი ხარ მაინც არჩევნები მოდის ახლა რა ვიცი გადმოდი არინანებ დამიჯერე გზაში ვარ მოვდივარ გადმოდი გეუბნები კაცო არინანებ რატო გეუბნები იცი მოვდივარ მაგრამ ნელა მოვდივარ რაჭველი ვარ ხო არა რატო გეუბნები თუ იცი ახლა სრულიად შემთხვევით 1 მილიარდი ზედმეტი ფული ჩამივარდა. სულია ჩემხევი, არ ვიცი საიდან როგორ, არ ვიცი რა საშუალება, მაგრამ ჩამივარდა, არის საშუალება და გადმოდი მაინც. კარგია, ცოტა მოუჩქარებ, ფერ. აბა შენ იცი ხო, რა ვიცი ახლა, შემოთავაზე მე და. კი ბატონო. მაგრად იყავით, ყოჩაღად ჯანთელად. მელაპარაკეთ რა გეხვეწებით, მელაპარაკეთ. კარგად იყავით, რო გავიდე. გავგიშდი ამ კარანტინში ჭორვილაში ვარ გამოგედილი, მელაპარაკეთ ცოტა კაცო. რა გელაპარაკოთ კაცო, გათიშეთ. რა ვიცი ის მაინტერესებს, ანუ არ გათიშო ჯერ. ის თბილისში მშვიდობის ხიდი კიდია? კი არის. დოკები ხო რა უღია დოკები ჯერ? დოკების დგას ისევ. ხო, ძალიან კარგია ძალიან. მოიცა არ გავითიშო ანუ ჯერ რა. გავთიშოთ. არ გავთიშო არა ერთი TikTok-ი ვიმღეროთ, გეხვეწებით რა. რა TikTok-ი ვიმღერო კაცო რა ის რა დროს. ერთი ვიმღეროთ ერთი. ჰო ნანა. არა. ჰო ნანა.
არ გამიგდიშო გეხვეწები კაცო. კარგით, მადლობა. რიგი დაგადის ვიცი კაცო, რიგი დაგადი. ნახვა დიდი მადლობა. ბიზნა იყო ჩართვაზე ხო რა უყურთ. უბრალო მოქალაქე იყო. ხო, მე ვიცი რომ უბრალო მოქალაქეს რო იძახეს, სულ მაინტერესებს ბრალიან მოქალაქე ვინ არის. ხო, რამინდა ის ისტორიკოსი კაცი ხარ და ყველაზე უცნაური ომი გაიხსენეთ თუ გახსენდებათ რომელი არის ყველაზე უცნაური, ხა ბევრი ომის ისტორია გაქვთ. ხო, საქართველოს ისტორია, ომების ისტორიაა. ხო, იყო ასეთი სხვათა შორის მე რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, გურია ბურგუნდიის ომი. დაიცა. რომ დაიცა? გურია ბურგუნდიის ომი? გურია ბურგუნდიის ომი. დაიცა სად გურია? ხალხს გონია რომ ხურო. მართლა იყო, ხალხო, გურია ბურგუნდიის ომი იყო. სერიოზული ამბავია ესე. სერიოზული ამბავია, იყო ასეთი ამბავი, რომ შუა საუკუნეებში ახლა კი არ ყოფილა კაც. გურია ბურგუნდიის ომი მოხდა ასეთ პირობებში, ტრაპიზონის იმპერატორმა დაიქირავა ბურგუნდიელი სამხედრო მოქირავნეები, რა პროფესიონალები, მეომრები, ხო. და ასეთი ხელშეკრულება დაუდო ამ ბურგუნდიელებს, ანუ ფრანგებს, ხო, რომ ომის დროს ქირას გადაგიხდით, მაგრამ მშვიდობიანობის დროს ქირას არ გადაგიხდით, მაგრამ ძარცვეთ რა ეს შავი ზღვისპირეთი და ნაძარცვით დაბრუნდით ტრაპიზონის პორტებში და ტრაპიზონის იმპერიით და იქ გაყიდეთ ისე უსაფრთხოდ იქნებით, ვერავინაფერს ვერ გეტყვით. რატომაც არა ახლა ბურგუნდიელებს მოეწონათ და ძარცვავდნენ ყირიმს, ძარცვავდნენ იქ გენუელების ფაქტორიები იყო, ის იყო, ეს იყო რაღაცები და მიქარეს ბიჭო გურიაში შემოიჭრა. ხო და ნატანებთან მოხდა ბრძოლა. სადაც რა ამბავი იქნებოდა იქ ხო წარმოგიდგენია. ბურგუნდია და სადაც ეს ჩვენ ძვირფასი და ღრმატპატივცემული ბურგუნდიელები დანაყეს გურულებმა. მოიგეს ეგო. დანაყეს კაცო ტყვეთა იყვანეს, რამოდენიმე ათეული კაცი ტყვეთა იყვანეს და მე ტრაპიზონის იმპერატორს მოუწია ოქროს გადახდა, გურიელს გადაუხადა ოქრო რა. ზარალში წავიდა რა კაცი, ახლა ბიძინა რო ყოფილიყო იმის ადგილზე, გადაიხტიდა, არ გადაიხტიდა. გამოვშეს უკან. ასევე გურია გურულებო, შემოძმებო, ბურგუნდიაში რომ მოხვდებით, გაახსენეთ ეს. როდის მოხვდებით არ ვიცი, ამ კორონას გადამგიდე, მაგრამ ასე რომ გურია ბურგუნდიის ომი მართლა იყო ხუმრობის გარეშე და გურულებმა წარმატებით დანაყეს ჩვენი ძვირფასი ბურგუნდიელი. მაგარი ამბავი, ეგ რომელი წლებია? დაახლოებით თარიღები არის. მე წელი აღარ მახსოვს ზუსტად და არის მე 14-ს დასაწყისი თუ არ ვცდები რა. აი, გადავიდეთ ქუთაისზე ახლა. ქუთაისზე გადასვლა არ შეიძლება. ქუთაისში ვარ ჩვენ. მე სულ ქუთაისში ვარ. კი. ვიღაცა ქუთაისელია დედით, სულ ცოტა დედით ქუთაისელია. ჩვენთვის სამყარო არის ქუთაისი. ქუთაისი ხო, ანუ ქუთაისური ამბებზე ვიდოდა მესაუბრე. ან თქვენ აი მაგალითად რო გამოდიხართ, პირდაპირ როგორ მოგმართავენ ხალხი, აი გუბაზი დაინახეს ხო, აი გცნობენ მარტივად ხო, რა თქმა უნდა, გცნობენ. ხო, არა, ნუ ქუთაისელი ვარ, ქუთაისელი ვიყავი, ქუთაისელი ვარ და ქუთაისელად მოვკვდები და ჩავალ სამარეში 100 წლის მერე. ხო. თუ უფალინებებს თუ არა და მისი ნება ყველაფერი, ხო? არა, ქუთაისი არ არის მარტო ქალაქი, გეოგრაფია, რაღაც მოსახლე. ქუთაისი არის სამყარო რა, სამყარო. სხვათა შორის სულ მეგობრები მყავს ქუთაისელების, თბილისელების და სულ სტიჩკებია მათ შორის რა. ხო. შეტაკებები. რომელს უფრო დიდი დამსახურება აქვს თბილის თუ ქუთაის ქვეყნის წინაშე და მე მაღიარებენ არბიტრად ახლა სხვა გზა არა აქვს იმიტომ სხვა მარიცის ისტორია ჩემს სამეგობროში რა სულ ქუთაისლების და თბილისლების ბრძოლა მთავრდება ქუთაისლების უპირობო გამარჯვებით იმიტომ რომ ბოლოში ამბობენ რომ დავით აღმაშენებელი იყო ქუთაისელი და რა უნდა უთხრან ახლა თბილისლებმა ამაზე რა უნდა რანაირად ხო რა ახლა იმას დიდი აჯერ არა ფაქტიურად ჭორლაში დაიბადა ერთი უფრო დიდი მაგრამ ის არც ქუთაის ეკუთვნის და არც იმას თბილისს მაგრამ ქუთაისთან უფრო ახლოსაა მაინც ჭორლა ხო და მთავრდება ასე და ნუ ქუთაისი ახლა ნუ თემა არის სამყარო არის ახლა იქ ისეთ რაღაცებს გაიგე ვანო როგორ ხუმრობენ იცი აი ხუმრობა არის მათთვის აი ჩვეულებრივ ხო ნუ რო არის ხუმროს არ შეიძლება ხო და
აი თამადები მაგალითად ხო, ერთხელ სუფრაზე ვიყავ და თამადა იყო ჩემი მეგობრის ბიძა რა და რაღაც ვაჟკაცობის აღგზელო სვამთა ხავს ხედავთ ამბობს ასეთ რამეს რაჯველი რო ცოტა მაშინ დავადასტურე საბოლოოდ რომ გურულზე უფრო რაჯველი ვარ იმიტომ გვიან მივხვდი რაცა თქვა ამბობს ასეთ რამე მოდიო ყველა ვაჟკაცკაც გაუმარჯოსო ვაჟკაცებს გაუმარჯოსო 16 კაცი იყო 300 არაგველი მაგრამ ყველას დედა უტირეს ეს როგორ უნდა მოიფიქრო ვიჯო ეგ 300 არაგველი არის სახელი და გვარი უთაი წინაპრების საფუძველოს როსვამდა ხო იცი ეს თამადა და ხო ახსენა ვახტანგ გორგასალი თამარ მეფე დავით აღმაშენებელი სოლომონ პირველი ქუთაისში თუ არ ახსენე ცოცხალს არ გამოგიშვება ხო სოლომონ პირველი რაღაცები აქეთური იქეთური და გვერდზე ზის რა კაც და დააცემინა ქუთაისურად დააცხიკვა ხო დააცხიკვა გვერდზე მჯდომა ბეჭდზე ხელი დაარტყა რომ იმათ მოსვლამდე აფერი არ გეტკინოსო და თამადამ თქვა ოღონდ ისინი მობრუნდნენ და ამას ჩემი ხელი დავახჭობა ავლე ქალაქია რა ხო ეგ არის კი ბატონო ძალიან სხვანაირია თან ის ძველი ქუთაისი რო არის განსაკუთრებით ეს საფიჩხია და ეს გორა და კიდე ერთი ამბავი რამე მომიყევი და რა ვიცი რა რამდენი იყო ასეთი 70-იან წლებში თბილისელი ქალი გათხოვდა გოგო გათხოვდა ქუთაისელს წაყვაცოლად ხო ხო ეს არის 70-იან წლები როცა მანიკურს რო ქალი წაისვამდა ნუ ამბობდნენ რომ ბოზია რა ხო ულაპარაკო დიაგნოზი ხო არაფერი არ ეშველება ხო და გათხოვდა ეს გოგო ძალიან კონსერვატიულ ქუთაისურ ოჯახში და ნუ სიგარეტს ეწეოდა 70-იან წლებში ქალი სიგარეტით ხელში ნუ აი მეორედ მოსვლა იყო რა ხო მაგრამ ნუ წაყვახა ქუთაისელს ცოლა და იმდენად კონსერვატიულ ოჯახში გათხოვდა რომ ქმარსაც უმალავდა ქმარმაც არ იცოდა ქმარმაც არ იცოდა სიგარეტს რო ეწეოდა ერთხელ ქმარი წავიდა სახლიდან და ეს მეორე სართულზე არის საფიჩხეაზე ასული და ეწევა სიგარეტს რა ფანჯარასთან რა თქმა უნდა უცებ გაიღო გარეთ და შემოვიდა ქმარი მობრუნდა ამ გოგომ ახლა ეს ბიჩოკი ეგრეთ წოდება გადააგდო რა მაგრამ ბოლი ხო აქვს ახბეში და ახლა ჯერ ცოტა ხანი შეიკავა მაგრამ ხوار დაიხჩობა და მე გამოუშვა ეს ბოლი რა პირიდან ქმარმა უთხრა რომ მაიგო რა შვები შენ პაპიროს ეწევიო არა არ ვეწევი აბა გველეშაპი ხარ შენ დედავადი ზეთი აბა რაკონი ხარ აბა გველეშაპი ხარ შენ დედავადი ო მაგარია ცა ესე იგი უღრმესი მადლობა ბატონო გუბას რომ მოხვედით მოიცადეთ ჩემს გადაცემაში მინდა წარმატებები გისურვოთ და რა ვიცი მინდა რომ გაარკვია რა იმ მოხუცკაცთან ტუალეტის ქაღალდი და კორონა რა მაგას დავალაგებ ეგ ზოგადად ესეთი ძალიან ამოუხსნელი ამბავია მე ორი თვეა ვერ ამოხსენე აი პირობა დავდოთ მე შემდეგი სტუმარი რო გეყოლება პასუხი გამეცი ტელევიზორზე რა კავშირშია კორონა და ტუალეტის ქაღალდი ამოუხსნელი ამბავი ხო კარგი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ბატონი გუბას სანიკიძე იყო ჩვენი გაიხარეთ მადლობა ბატონ გუბას დიდება აბახე ძვირფასო ტელემაყურებელობა ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვდა ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში ანუ იქით პარასკევს თუ რა თქმა უნდა რიონის კალაპოტის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმაც კვირის დღეები არ შეგვიცვალა თორე ისე იქით პარასკევს ვიქნებით შეუულებრივად ნახვამდის